ესენი არის ჩვენ თანამშრომლის ბავშვის სათამაშოები, რაც აი ეს ერთი წესეც. დავთავრდა ერთი. კი, ზემო. საფნავის და სამყარო ნოყიერი იყოს თქვენი სადილი და სამხარი გაგიბრალდეთ ნათი საერთოდ და ქალაქად მერთმოხვა გაგაბედეთ თქვენი გავიბარა ახალი წლის ღამეა დასასწაულს ველი მან დაჰკრავს თქვენით ნიშის წელი ძველი ასე ჩუმადრაგმის თოვლის კაბალე და შუა ღამეს ასწრებს დღერად მოხდა მოგვიტანოს საჭუქრით დაგიგოს ყველას ეს ჩემი ლექსი ბავშვებო არ შემოდგომას იხილ არც სურათია ზამთრისა, არც გაზაფხულის შეკება. ეს ლექსი გათვალთავა. მე გამოვდივარ ძაგებით იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების საუბედურნოდ, რომელიც ისე აღზრდილი არიან, ქართულად ხმას ვერ იღებენ, რუსულად გამხარია. რუსულის ცოდნა იცოცხლი, სახარ ბიელო რამ არის. ოღონდ უნდა გახსოვდეს მშობლიური ამთავარი. ენა არ გაწყინს არც ერთი. უნდა იცოდე რამდენიც ოღონდ არ უნდა დახტავ. ქართული სიტყვის ნათელი. მე ისეთ ქართულს რა უთხრა ისეთ ამხანაგს. ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას კითხვას და ლაპარაკს. ვინც არც იცის და არც უნდა იცოდეს ჩვენი წარსული, ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად არც ხვისი ასმის ქართული განა იმის თავისი ბრძოდნენ. წარსულში მამა პაპანი დღეს შვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ამბანი თუ კი წინაპარ შანთებით ვერ დავიწყეს ქართული თუ დღესაც მღერის ქართველი ფერაიდან შიფანდურით შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა ვინ იყო შენი გამზრდელი შენი გულის თავის გამიწდა რო სამდენი ქართველი მე ისეთ ქართულს რა უთხრა ისეთ ამხანაგს ვინც ვერ ახერხებს ქართულ წერას კითხვას და ლაპარაკს Isso é sangria. Daci. Nagio. Wow, я не могу. Я скоро замогаю. Так и მაღაზია ტაქსელის საკა ულოცავს ბავშვებს დამდა განხალწელს, უსურვებს ჯანმრთელობას, სიხარულს, ბევრ ეწევლავნას ბედნიერ დღეს და ყოველთვის შევეცდებით გავახაროთ მომავლის გზის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.